სალამი მოგესალმებით ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. Შენი კითხვა ეხება მუსიკის როლს და რამდენად აუცილებელია ტექსტები ქრისტიანული მუსიკაზე ლაპარაკი და შეიძლება საერთოდ ყველა მუსიკაზეც გავავრცელოთ, ხო? Რამდენად მნიშვნელოვანია თუ ვინ ლაპარაკობს ამას და რა ტექსტებია მუსიკაში. და ამაზე ჩვენ ამასთინებზეც ქონდა საუბარი, მაგალითად Queen-ები, Michael Jackson-ი, ასევე ბევრი Elton John-ი და ასე შემდეგ. აქ მნიშვნელობა იმას, ვინ მღერის და რას მღერიან, ხო? და აინტერესებს პიროვნებას ერთ-ერთ ასეთ მიმდინარეობაზე, რომელსაც ქვია Hillsong-ი. მთის სიმღერა, ეს დაარსდეს ავსტრალიაში ეს ეკლესია და გახდა ინტერნაციონალური და სოკოებით გამრავლდა ყველგან. მერე დიდ სკანდალებში გაეხვნენ მისი ლიდერი და ძალიან ცუდი სახელიც ჰქონდათ, რომ მიუხედავად ამისა ძალიან იზიდავს ახალგაზრდობას, თანამედროვე მუსიკა, თანამედროვე განათებები, თანამედროვე ეფექტებით და ხალხს უყვარს ემოცია და გრძნობები. და შიგ და შიგ აი ამ ტექსტებით ცდილობენ, რომ ადამიანები მოიზიდონ. და ეს ერთ-ერთი ხარიზმატული მოძრაობის კიდევ რა ვიცი მუტაცია მე თუ მკითხავთ, ხო? და ბეთელი არის ესეთი ამერიკაში და ამას ორივეს ჯონ მაკარტურიც ახსენებს. გამარჯობათ, მე დარიუსი ვარ და ჩემი კითხვა შემდეგი არის. უნდა მოусვინოთ ისეთ სიმღერებს, რომლებსაც აქვთ კარგი ქრისტიანული ტექსტები, მაგრამ რომლებსაც ცრუ ქრისტიანები ასრულებენ. მაგალითად Hillsong-ი ან ბეთელი, ან ამდაგვარი რაღაცეები. და ჯონ მაკარტური პასუხობს. საბოლოო ჯამში თუ რაიმე სიმართლეა, ან მართალია, მაშინ ის სიმართლეა. შეგიძლიათ შეაფასოთ სიმღერის სიმართლე, თუ რასაც მღერიან ისინი სიმართლეა და ჭეშმარიტება. არსებობს უამრავი სიმღერა დაწერილი კარგი, ნამდვილი ქრისტიანების მიერ, რომლებსაც აქვს ძალიან ცუდი თეოლოგია. ანუ ტექსტები არ შეესაბამება იმას, რასაც სახარება ამბობს. მაგრამ ამავე დროს გასაოცარია, მაგრამ არსებობს არაქრისტიანების მიერ დაწერილი სიმღერები, რომლებიც კარგი თეოლოგიაა და შეესაბამება სახარებისეულ ჭეშმარიტებას. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ჩვენ არ ჩავერთოთ ესეთ მოძრაობებში და არ ავყვეთ მას როგორიცაა Hillsong-ი, როგორც თქვენ ახსენეთ ბეთელი, იმიტომ რომ ესენი გზასაცდენილი მოძრაობებია. ძალიან ცდომილი თეოლოგიებით. და ბეთელიც იგივეა როგორც Hillsong-ი და უარესი. მაგრამ ეს ანიშნავს, რომ დრო შეიძლება მათ დაწერონ რაღაცა და შექმნან რაღაცა, რაც სიმართლეა და შეესაბამება. და თქვენც შეგიძლიათ რომ მიმღეროთ როგორც სიმართლე. ასე რომ უბრალოდ იყავით გამჭრიახი და გონებრივად განსაჯეთ, როდესაც ინდივიდუალურად შეეხებით ამა თუ იმ სიმღერას და მუსიკას. მაგრამ მე გეტყვით, ორივე ესენი ძალიან ძლიერი მოძრაობებია, ძალიან გამრავლდნენ, ძალიან იზიდავენ ახალგაზრდებს და ამიტომაც არის ცოტა საშიშიც. ბეთელი ეს იესოს კულტურის მუსიკალური ჯგუფის გამო არის, Hillsong-ი თავად მუსიკის გამოა, რომ ესე იზრდება და პოპულარობას იძენს. მათ რომ ეს მუსიკა არ ქონდეთ, ხომ? ჩათვალეთ, რომ ეს მოძრაობა არაფერი არ იქნებოდა, არავინ არ აყვებოდა. არც ერთი, არავინ არ გაყვებოდა. თუმცა ორივეს, განსაკუთრებით ბეთელის თეოლოგია, სულიწმინდის სახელის მუდმივ ხსენებაზე აგებული და უაზროდ იყენებს სულიწმინდის სახელს. და მე პირადად და თქვენც არ გვინდათ, რომ ამ მოძრაობის ნაწილი ვიყოთ. თუმცა ისევ და ისევ საათი, რომელიც არ მუშაობს, იცით, გაფუჭებული საათიც, ხო? ისიც კი დღეში ორჯერ სწორია ხოლმე. ასე რომ დრო ხალხმა შესაძლებელია სიმართლესაც ელემენტარულად წააწყდეს ნებისმიერ ადგილზე. მაგრამ ეს არნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ავყვეთ ამას, მოვიხიბლოთ და მივეჯაჭოთ ესეთ მუსიკას და მე რაღაცნაირად შეიძლება უკვე ნაგავიც კი შემოვიდეს მათგან, ხო? აი ეს არის ჩვენი პასუხი. მადლობა კითხვისათვის.